გავსაკრელიდან დადის საქონელი და იქიდან მაგითო ისინი ხანძრობის საჭამი ხარ რაღაცა და ერამდენს მოუყდა უჩვენებაში ძალიან. ხალხი რა უნდა თქვას, ვისთან უნდა თქვას, ვისთან უნდა იჩივლოს, ხო? არავის არა. 4 წლის წინ დაიწყეს, როცა ქობა მოდიოდა ბადაგაძე დეპუტატად და იყვნენ ვითომ ჩინელების უნდა გაიგეთებინათ რა გადამუშავება ამ ნაგვის იმასა და დაიწყეს პროექტი და დაამტკიცეს ეს დეპუტატად და იმის მერე არავის ყური არ უღდია საერთოდ მაგნა გავსაკრელის. შემოდგომას იყო შარშან ცეცხლი როცა უყიდეს ქვევით არაფერი არ აჩანდა ესე იყო ვიცამლებოდა კი ბოსტნებიო და ხალხი ძანჩიო. ნაგავსაყრელი არის დუშეთიდან გასასვლელში გასვლიდან 2 კილომეტრი რომელიც უშლის თვითონ ბუნებრივ მასას აბინძურებს და არანამაზად გამოიყურა და პლუს ჩდება ის დავადებები საქონელზეც და ხალხზეც ადამიანებზეც არავინ ხმას არ იღებს არავინ ხალხს აწუხებს არ არის ლამაზი რომ ეს ნაგავსაყრელი დუშეთის მოსახლეობასთან ახლოს არის რომელიც ჰაერს წამლავს აბიზურებს ჰაერს პროსორად და იქ დამიედინება საქონელი ჭამენი ამ სიბინძურეს და შემდეგ მოწვეული რძით ავანტყოფდებიან ოჯახის წევრები. საქონელებს ხვითფეხი ყავთ აქ ისა მოსახლეობასა და შეჭამენ იქ რაღაცა ცელოფნის პარკებსა და რა იცი რა აყრია იქ. თანაც ლპება, უსუფთავობა, ძაღლები მიდიან, მერე აქ მოდიან, ბავშვები დადიან და უსუფთავობა. დაბლა არის პლოშადი, ნაგავსაყრელი. მაგრამ მანქანებს იქამდე ჩასული ეზარება და ამოდის ლამის ტრასამდე. თელ რაიონის ისა თელ რაიონის ფასანაურიდან ავდივართ მოგვაქვს სამხაყურით. ზემოთ მლეთა ისინი. რაიონში არ არის ნაგავსაყრელი. დუშეთის რაიონის ნაგავი იყრება, ესე იგი შემოსასვლელში, ხო? და მე როგორც მითხრეს, სადაც ახლა ყრია ნაგავი, მაგის ქვემოთ არის კიდევ სპეციალური ტერიტორია განკუთვნილი და იქ უნდა იყრებოდეს. ჩასვლა არ ეზარებათ, არის ხოლმე შემთხვევა, ეხლა როგორ ზამთარში ახლა ისეთია, ვერ ჩადიან. ჩვენ აგვაქვს რომელზეც გამოშვებული, რა ვიცი მე, ალბათ 1-50 წლის მანქანები. გასპისია ტრიეში. შეიძლება ვერ ჩავიდეს იქ მანქანა. ვერ ჩავდეს და ეხლა იზოლებული ხდება, რომ იქ დაყაროს, ხო, რა უნდა ქრას. უბრალოდ ეხლა წლებია იყრება და იქ ის უნდა იმარხებოს და აღარ არის საშუალო. თუ საერთოდ მიწა უნდა იყრებოდეს, იტკიპნებოდეს. და ეს არ შედის ეს თქვენს ფუნქციებში? ჩვენ ჩავწმენდავთ, მაგრამ ეგეთი რამე არა. არა. არ ხდება ეგეთი რაღაცა, აქ კი არა და თბილისის მე არ ხდება ნაგავსაყრელი ხდება იქა. საფრთხეს მე ეს არ უქმნის მოსახლეობას, იგივე საქონელს. რა თქმა უნდა, მან უნდა იყოს საერთოდ ნაგავსაყრელი. არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს. და სხვა ტერიტორიის გამოყოფაზე არ ყოფილა საუბარი? 84 წლიდან იყო საუბარი, მაგრამ ვერ შეირჩა ადგილი. მოსავალი არის ფული. ნამდვილად არ უნდა იყოს აქ. აქ კიდევაც ფიქრობენ გადავამუშავებელი ქარხანას. რა ისინი ექნება მოწავლა მე ნახონ ამ ხალხს. და ის ძროხების დახოცვა თუ ეგ გააკეთეს.